ამასობაში 7 თებერვალია და უკრაინის ომის პერსპექტივებზე ვისაუბრებ. ამ ვიდეოში ერთგვარი ანალიტიკა იქნება ნეოსგან. სანახურებას დაიწყეთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და გააკეთეთ დონაციები. მოკლედ გუშინ გამოქვეყნდა ტრამპის სამშვიდობო გეგმის რაღაც დეტალები Daily Mail-ში გამოქვეყნდა. და ბევრი შეკითხვებია და ბევრი საინტერესებს კომენტებში დაწერეს, პირადად მომწერს, რას ფიქრობ ამ თემაზე და პერსპექტივებზე. პირველ რიგში რის თქმა მინდა, რომ ესეთი ინფორმაციის პრესაში მოხვედრა შემთხვევით არ ხდება. ეხა იქ ვიღაცამ ტრამპის ადმინისტრაციიდან Daily Mail-ის ჟურნალის იქ რაღაც ყურში უთხრა, ეგ პონტი არ არის. ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე მიზანმიმართულად, შეგნებულად არის გაჟონვა გაკეთებული და მიზანი რა არის ხა ამ ყველაფრის, რომ საზოგადოებრივი აზრის ზონდირება რა რეაქციები იქნება საზოგადოებაში და მე ამ რეაქციების მიხედვით საზოგადოების ამ ყველაფრისთვის მომზადება რა. ეხა ეს ტრამპის სამშვიდობო გეგმა ისეთი დოკუმენტია, როგორც ჩანს, რომ ეს არ არის სრული დაუპირობო კაპიტულაცია, ხო? შეთანხმება, რომელშიც ორივე მხარე რაღაცაზე, რაღაც დათმობაზე მიდის და შესაბამისად ეს ყველაფერი სწორად უნდა მიეწოდოს ერთი მხრივ უკრაინულ საზოგადოებას, მეორე მხრივ რუსულ საზოგადოებას. რაციული ამოცანა, რა თქმა უნდა, არ არის რა. ეხლა უკრაინულმა პროპაგანდამ უნდა დაარწმუნოს უკრაინის მოსახლეობა, რომ 20%-ის ტერიტორიის დაკარგვა წარმატებაა რა. ეხლა აქ რა message box-ი იქნება რა. რომ პუტინს უნდა მთლიანი უკრაინის დათრევა, მაგრამ ვერ მოახერხა. აი 3 დღეში კიევი არ გამოვიდა. სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ, იქ მნიშვნელოვანი ზიანი მივაყენეთ. ხო, და რუსეთის ორბიტიდან გამოვედით, ეხა ევროპაში შევალთ, დახმარებები წამოვა, თან ჩვენი ბიჭები აღარ დაიღუპებიან და ხო, ომით დაღლილი უკრაინული საზოგადოება იტყვის, რომ კაი, ოკეი. ხო, იგივე ამოცანა აქვს რუსულ პროპაგანდასაც, ხო, რომელიც სხვა მიზნებს და იმებს აჟღერებდა და ფაქიბუქობდა, ხო, იქ დასავლეთს ვებძვით და ეს რა ქვია, მთელი რუსული მიწები უნდა დავიბრუნოთ, ეს ხარკოვი, ოდესა, ნოვოროსია, დნესტრისპირეთამდე ჩავიდეთ, იქ სალავიოთან ვიღაცები ლონდონზე აპირებდნენ ატომური ბომბის სროლას და მთლად ლისაბონამდე ჩასვლას, ხო? ეხლა ეს უნდა შემოატრიალონ და ეს საკმაოდ მოგძალებული შედეგი გააფორმონ ასევე დიდ წარმატებად რა. და აქაც მესიჯები ეს იქნება, რომ აი დონბასი ხო დავიბრუნეთ, რუსი ხალხი დავიცავით, უკრაინა ნატოში ვეღარ შევა და უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. ხო, და აი მსგავსი იმეებით დაარწმუნებენ საზოგადოებას და რუსული საზოგადოებაც ესევე ომით დაღლილი იტყვის, რომ კაი, ოკეი რა, რაც არის, რაღაცა დავითრიეთ რა. ხო, ანუ სტრატეგიული მიზნები რუსების პრინციპში ამ ხელშეკრულების მიხედვით შესრულებული არ არის ხა, რაც განცხადებული ქონდათ ეს დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია. ხო, და ამაზე კიდე მიდის მოლაპარაკებები, რომ ეს კომპონენტი ჩაიდოს ხელშეკრულებაში, რომ ამის ყველაფრის გაправება რუსებმა უფრო იოლად შეძლონ რა. ძირითადი მოკლედ რაღაც მომენტები, რაც ახლა გაჟღერდა, შეთანხმებულია ჩემი აზრით უკვე და აი ამ რაღაცებზე კიდე მიდის საუბარი. ერთ-ერთი ესეთი საკითხი არის ზელენსკი. ანუ ზელენსკი და მისი რაზმი თუ დარჩა ხელისუფლებაში, რუსები ამას ენანაირად ვერ გააფორმებენ წარმატებად. ამიტომ ზელენსკის შეცვლა არის ერთ-ერთი მოთხოვნა რა. უკვე ტრამპმაც თქვა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს რა წელს უკრაინაში და ზელენსკის მოაშორებენ ახლა. მთელი უკრაინული მედია და ის ამერიკელების ხელში ყოფილა. ხო, გამოქვეყნდა USAID-ის მონაცემები, თითქმის ყველა ჟურნალისტი იქიდან ყებულობდა ფულს და არ გაუჭირდებათ რა, ჩემი აზრით ზელენსკის მოშორება და უკვე ამ ხელშეკრულებას და შეთანხმებას ახალი პრეზიდენტი მოაწერს ხელს. ვინ იქნება ეს არ ვიცი, მე ალბათ გამოჩნდება ვის შეარჩევენ მაგისთვის. არ ამგონია რუსებს კითხონ, თვითონ შეარჩევენ რა. ხო, და აგრეთვე რაღაც დემილიტარიზაციის კომპონენტის ჩადებას ცდილობს რუსეთი. ანუ გარკვეულ შეზღუდვებს უკრაინული არმიისთვის რა. შეიძლება რაღაცა შემტევითი იარაღის მიწოდებაზე პუნქტი ჩაიდოს, ან რაღაც მსგავსი რა, ანუ ავიაცია, რაკეტები ძირითადად ეს რა, რომ მომავალში უკრაინისგან რევანშის საფრთხე რო გამოირიცხოს რა.
ხო, აი ესეა საქმე ჩემი აზრით დასასრულისკენ მიდის რა ომი. ეხლა ბევრი წერს რომ ხო პუტინი ამას არ დათანხმდება და რაღაცა, მაგრამ ეგ ხა უკვე პუტინის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, რაც უნდა იმას ვერ მიაღწია. ეხლა 3 დღე კიევში შეიძლება არ იყო გეგმა, მაგრამ 23 დღე ხო იყო რა. ეს ყველაფერი არ გამოვიდა. პირიქით კინაღამ კატასტროფამდე მივიდა რუსეთისთვის. ეხლა კი შემოატრიალა მდგომარეობა და უპირატესობა აქ, მაგრამ ისეთი უპირატესობაც არ არის, რომ თქვა რომ აი ფეხბურთის ენაზე რო გადამყავს, მაგრამ 7-0-ს არ იგებს, 5-2-ს იგებს და უკრაინელებიც საკმაოდ წავედ უტევენ მომენტებში რა და ეგ შტანგებსაც უგლაჯუნებენ რა. იგივე აი გუშინდელი შეტევა კურსკის ოლქში. ასე რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი აზრით პუტინი რო აწონ-დაწონის რა ურჩევნია ამ ცირედი და არასრული გამარჯვების გაფორმება თუ კიდევ ომის გაგრძელება და უფრო მეტი შედეგების მიღწევა რო აწონ-დაწონის ვფიქრობ ამაზე დათანხმდება რა ჩემი აზრით. სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ინფორმაციაც რა თქმა უნდა რეალურად რა სიტუაცია ჩვენზე მეტი აქვს. ხო, ეს კურსკის ოლქიდან რა თქმა უნდა უკრაინელები გავლენ და ამის სამაგეროდ ხარკოვის ოლქში აქვს რაღაც ტერიტორიები რუსებს დაკავებული და ხო, იქიდან რუსები გავლენ. შეიძლება კიდე საუბარი მიდიოდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გახდეს იქ მოლაპარაკებების და კამათის თემა მაინც ბირთვული ობიექტია და აქვს მნიშვნელობა საით დარჩება რუსებისკენ თუ უკრაინელებისკენ და მე მოლაპარაკებების ის იქნება უკვე სამუშაო ჯგუფების ის სადემარკაციო ხაზი და ახალი საზღვარი უკრაინასა და რუსეთს შორის სად იქნება მაგასაც რაღაც დრო დაჭირდება მაგრამ ვფიქრობ წლის ბოლოს უნდა დასრულდეს რა ეს პროცესი. აი ესეთია ჩემი აზრი და ვიცი რომ ბევრი არ მეთანხმება სხვანაირად ვფიქრობ შეიძლება ვწდები კიდევაც ახლა მტკიცებით იმაში ესეთი რაღაცის შეუძლებელია დრო გვაჩვენებს.